შემოგვიერთდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. დილომშვიდობისა მამა ლუკა. დილომშვიდობისა, მართლა დაგლოცოთ მოგესალმებით. გაიხარეთ, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. აუბრთ, გაიხარეთ. სულიერი ცხოვრების პირველი ნაბიჯები, როგორ მომზადოთ მარხვისთვის, ეს არის დღეს ჩვენი სასაუბრო თემები, დიდ მარხვისთვის ვემზადებით და ბუნებრივია გვაინტერესებს, დიდი ინტერესით მოგისმენთ, როგორ მომზადოთ მარხვისთვის, მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებასაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რჩევები. პირველ რიგში ვისაუბროთ სულიერი ცხოვრების შესახებ, პირველი ნაბიჯების შესახებ, რომელიც ბუნებრივია მოიცავს მარხვასაც. რა არის საჭირო იმისათვის, რომ სულიერად სწორად იცხოვროს ადამიანმა, როგორია პირველი ნაბიჯები ჭეშმარიტი ქრისტიანი ადამიანისთვის? მახსენდება ლუარსაბ თათქარიძე, ილია ჭავჭავაძის და იქ წმინდანი ამბობს, რომ სულიო მის ქონებში იყო დაკარგულიო. აი რაღაცაში იკარგება სული ადამიანის და ადამიანი ნაცვლად სულიერებისა ხორციელი ხდება. რა მინდა, რა სიამოვნებს, როგორ მოვიქცე, როგორ მივაღწიო წარმატებას, როგორ ვიყო ჯანმრთელი, ყველაფერი დასტრიალებს მთლიანად მისი ზრუნვა და ცხოვრების წესი მთლიანად არის ხორციელი და აი ადამიანში პირველი სულია. აი როგორც კი სული გავა სხეულიდან, სხეული საერთოდ უმაქნისია. თითქოს რაღაცა 60 გაიხადე და ჩამოკიდე საკიდარზე. აი ასე არის უმაქნისი მერე სხეული. ესე იგი, რაც ჩვენში აზროვნებს, რასაც სიცოცხლე ქვია, რასაც აზროვნება, ეს ყველაფერი არის სული. და რა თქმა უნდა, ამას უნდა მიხედოს ადამიანმა, იმიტომ რომ სიცოცხლე ეს არის სული. და როდესაც ღმერთი ქმნის ადამიანს, ესე იგი თიხისაგან შექმნა, ანუ მატერიალური სამყაროსგან, ხომ? ფიზიკური სხეული, მერე შთაბერა თავისი სული ღმერთმა. ესე იგი რაღაცა სული კი არ შთაბერა, თავისი სული შთაბერა და ჩვენში რომ სულია, ეს არის ღმერთი. და ჩვენც ფსალმუში როგორ არის? არიცითო რომ ღმერთები ხართო? ღმერთნის სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი. ესე იგი ქრისტემ გვასწავლა რომ ჩვენ ვართ ღმერთის შვილები. ღმერთის ნაწილი ვართ ჩვენ. შვილი მამის გენეტიკისა, მამა რო არ ყოფილიყო შვილს სიცოცხლე არ ექნებოდა, ფიზიკურად, მაგრამ ჩვენ სული არ გვექნებოდა, საერთოდ არ ვიქნებოდით, ღმერთი რომ არ ყოფილიყო. ამიტომ ქრისტემ სწორი მიმართება გვასწავლა ღმერთთან. ვინ ვართ ჩვენ და ვინ არის ღმერთი? და ღმერთზე ახლობელი ჩვენ უბრალოდ არავინ არ გვყავს. ღმერთზე ახლობელი, იმიტომ რომ ჩვენ მშობლებსაც ღმერთმა მისცა სიცოცხლე და იმათ მშობლებსაც და იმათ და ადამიანამდე მივალთ. რომელიც შექმნა ღმერთმა. ამიტომ ღმერთთან ურთიერთობის აღდგენაა მთავარი, რომელიც დაკარგულია რაღაცაში. აი ლუარსაბ თათქარიძეს ქონებში ქონდა დაკარგული, სხვას შეიძლება რაღაცა ცხოვრების წესში აქვს დაკარგული, რასაც თვითონ მთავარად მიიჩნევს ადამიანი. შეიძლება ჯანმრთელობის გამო დაკარგოს სული, შეიძლება რაღაცა სასიამოვნო თვისებების გამო დაკარგოს სული, რაღაცა ცოდვის გამო დაკარგოს სული, დაივიწყოს სული, რომ შენ ხარ სულიერი. და აი თუ სული დაკარგა ადამიანმა, კარგავს სიცოცხლეს. და ის მკვდარია. და ქართული სიტყვა მკვდარი სწორედ ამას ნიშნავს. ასე აზროვნებდა ქრისტე და ეს მივიღეთ ჩვენ. აი ქრისტეს სახარებაში, იონეს სახარებაშია, როგორ ამბობს, რომ ესე იგი ვინც ჩემს სიტყვას მოისმენსო და აღასრულებსო, ის გარდაიცვლებაო სიკვდილიდან ცხოვრებაშიო. ესე იგი ამ ქვეყანაზევე მკვდარი მდგომარეობიდან გადადიხარ ცოცხალ მდგომარეობაში. ეს როცა სული ცოცხლდება და თუ სული არ გაცოცხლდა, ადამიანი დარჩება მკვდარი. და ადამიანი როგორც სიტყვიან მოკვდება. მოკვდება და მოკვდება ბიოლოგიურად კი არა, სანამ ბიოლოგიურად მოკვდება, მანამდე სულიერად კვდება ადამიანი. ამიტომ ამ სიკვდილს უნდა გაექცეს ადამიანი. ამიტომ სულიერი ცხოვრების დაწყება ეს არის რომ გაექცე სიკვდილს, გაექცე შფოთს, ბოღმას, შენში უსიცოცხლობას, უსიხარულობას, მშვიდობა არა გაქვს, სიხარული არა გაქვს, სიყვარული არა გაქვს, სიტკბო არა გაქვს, გახმებაო ადამიანიო. იოანე ღვთისმეტყველი როგორც წინასწარმეტყველებს, ბოლო ჟამსო გახმებაო ადამიანიო. გახმება სიყვარული მრავალთაო. ესე იგი ადამიანი სიყვარულს კი არ აღმოაცენებსო. გახმებაო ისო.
ეს რაც არ უნდა ესე იგი ზაქარია წინასწარმეტყველებს რომ ქუჩები აყროლდებაო გვამებითო ну ახლა ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ უსულო ადამიანიო ყარსო ну ასე წინასწარმეტყველებენ და ну სახოცრებაა საერთოდ და ადამიანმა უნდა გახსნას გული და მიიღოს ეს საღვთო სწავლება იმიტომ რომ ღმერთზე უფრო ახლობელი ჩვენ უბრალოდ არ აგვყავს და შეუძლებელია რომ გვყავდეს თეორიულად ეს ყველაფერი შეიძლება იცოდეს, შეიძლება გაიაზროს რაღაც მომენტში ადამიანმა და თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება გაუჭირდეს ამ პირველი ნაბიჯების გადადგმა. რა არის ის, რაც ეხმარება, რომ დაიწყოს ეკლესიურად სწორი ცხოვრება? ნებისყოფა. ადამიანს შეიძლება რამდენიმე ღირსება აქვს, აი რამდენიმე უნარი აქვს, ეს არის გონიერება, გულისხმიერება, გონება, გული და ნებისყოფა. და აი ყველა მიცის რა უნდა აკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს ყველა მიცის გულითაც გრძნობს ადამიანი ბევრ ამას მაგრამ მთავარი მაინც ნებისყოფაა თუ დაგძლია ცოდვამ ნიშნავს რომ მხოლოდ ნებისყოფამ გადაგძლია თორე შეიძლება ერთ მომენტში ვერ ხვდები რომ ეს ბოროტება მაგრამ მეორე მომენტში მომენტალურად მივხვდები ეს სინდისი მაცნობებს მე და სინდისი ეს არის როგორც ბასილი დიდი ბრძანებს რომელიც ადამიანს ეძლევა ანგელოზისგან და ეს ღმერთია ჩვენში მოქმედი სინდისი ამიტომ არ არსებობს რომ რაიმე არ ვიცოდე არ არსებობს რაიმე მიწევდეს და მე ის არ ვიცოდე უბრალოდ ადამიანი თუ ცხოვრების არასწორ წესს აირჩევს ნიშნავს რომ მან უფრო წინ ესე იგი სიამოვნება დააყენა ცოდვის სახით იმიტომ რომ ნებისმიერი ცოდვა პირველ რიგში სიამოვნება სახილვადად მშვენიერია როგორც 64-ში ესე იგი აკრძალული ხილზე არის ხო ესე იგი სახილვადად მშვენიერია და გემოთი გემრიელია. ანუ ეს ცოდვაა ასეთი. უბრალოდ ხილსაა შედარებული. და ადამიანი განიცდის რაღაცნაირად აი ესე იგი სიამოვნებასაც და იხიბლება ამით. აი ამ დროს თუ მან ნებისყოფა არ გამოავლინა, ის აუცილებლად ცოდვით დაეცემა. ნებისმიერი ცოდვა ეს არის უნებისყოფობა, ნებისმიერი. ამიტომ ნებისმიერი ცოდვისგან განთავისუფლებაც ნებისყოფის დაძაბვით ხდება. ესე იგი, უფალი როგორ ბრძანებს სასუფეველი ღვთისა იძულების და ვინც აიძულებს თავის თავს, ის იმკვიდრებს მას. შენ რომ მოიშორო რაღაცა ცოდვა, ძალიან დიდი ძალისხმევა გინდა, გადაწყვეტილება გინდა. ეს უნიკალური ქართული სიტყვაა. მე არაფარსად არ გამიგია ასეთი. ამის აღმნიშვნელი, გადაწყვეტილების აღმნიშვნელი, იმიტომ რომ სიტყვა გადაწყვეტილების ფუძე არის წყვეტა. რაღაცა უნდა გაწყვიტო. ის კი არა რომ ეცადო, ან ორშაბათიდან დავიწყებ, ან აი მარხვარო დაიწყება, მე უკვე ცუდ თვისებებს მოვიშლი. დღესვე უნდა მოიშალო, დღესვე უნდა გაწყვიტო ეს. ეს ნებისყოფას მოითხოვს. ესე იგი შეიძლება ადამიანმა იცოდეს სწორი რა არის, უნდოდეს სწორიც რა არის, მაგრამ აი ნებისყოფა თუ აქვს მოდუნებული, ის უნდა გააცოცხლოს. მაგრამ ესეც უნდა ითქვას, რომ ეს სულიერი დაავადებები, ანუ ცოდვები, პირველ რიგში ნებისყოფას ურტყამენ და ადამიანი ხდება უნებისყოფო. და აი აქ უნდა გააძლიეროს მან თავისი თავი. და მარხვის ერთ-ერთი მნიშვნელობაც ეს არის, რომ აი მაგალითად საკვებისაგან, რასაც მიჩვეული ხარ, აი უნდა შეიკავო თავი და ამ თავშეკავებას რა თქმა უნდა ნებისყოფა სჭირდება და ვარჯიშობს ადამიანი ნებისყოფით. აი მაგალითად ბავშვებს 3 წლის ასაკიდან ეთხოვებათ რომ უზმოზე იყვონ დილას ზიარების დროს 3 წლისაა თითქოს პატარაა, მაგრამ ის უნდა მიეჩვიოს თავშეკავებას. აი იმ დონეზე როგორც ესმის. მერე რო გაიზრდება და 7 წლის გახდება, აი უნდა იმარხულოს თქვა 4-შაბათი პარასკევი, ილოცოს, ანუ ორგანიზება უნდა გააკეთოს თავისი ცხოვრების. იმიტომ რომ რაც არ უნდა გონიერი იყო, რაც არ უნდა გულიანი ადამიანი იყო, თუ ნებისყოფა არა გაქვს, წაგიღებს ეს ქვეყანა. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, გაქთელავს ეს ქვეყანა, ისე გაქთელავს, როგორც დიდოელი ლეკიო თავის ნაბადს თელავს. დღეები გრძელდება თურმე თელვა და საგულდაგულოდ თუ არ გათელე ნაბადი წყალს გაატარებს და ამიტომ ამაში საგულდაგულოდ თელავენ და აი
ეს ქვეყანაც საგულდაგულოდ დაგანგრევს. აი ბოლომდე დაგანგრევს. არაფერს ღირსებისას არ დაგიტოვებს. თუ მოეშვი და ნებისყოფა არ გამოავლინე. დიახ, მამალურ, აი ბავშვები ახსენეთ, ცხადია კონკრეტული პერიოდი და ასაკი არ აქვს საწყის სულიერი ცხოვრების გზაზე ადამიანში, თუმცა მაინც საინტერესოა, როდიდან ყალიბდება, რა ასაკიდან უხეშად რომ ვთქვათ, აი ბავშვობიდან იწყება ყველაფერი, სწორის ჩამოყალიბება, ხომ, ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, მთელი ცხოვრების განმავლობაში, რა ასაკიდან ყალიბდება სწორი შეგნება იმის აღქმისა, რომ რა არის მნიშვნელოვანი სულიერი ცხოვრება, რა არის კარგი, რა არის ცუდი, ეს რომ ერთმანეთისგან გავარჩიოთ. ეს დედის წიაღიდან არის უკვე. დედის წიაღში ბავშვი გრძნობს რა არის კარგი. მაგალითად მე მახსოვს ჩემი ბავშვები სანამ დაიბადებოდნენ მაგალითად მოვედი სახლში ხო ესე იგი დედის წიაღში იყო ისეთ ამბავს ატეხავდნენ ანუ სიხარულს გამოხატავდნენ ხოლმე ან ხელს თუ მივადებდი მირყავდნენ იქიდან ნუ რაღაცა ესეთი მე რო იბადებენ ნუ ფსიქოლოგებს აქვთ გამოკვეთილად ეს სწავლება რომ ერთ წლამდე ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია და მე ერთ წლამდე ასაკში რაც ხდება ბავშვის ცხოვრებაში, მე ეს ზამბარასავითაა შეკუმშული ზამბარა და ცხოვრებაში იშლება ის. აი 3 წლამდე ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ფსიქოტიპი ყალიბდება ადამიანის. ადამიანისთვის აუცილებელია სიყვარულში ცხოვრება. ბავშვს შეიძლება არ კონდეს სამოსი შესაბამისი სათამაშოც არ კონდეს, შეიძლება იმდენი საკვებიც არ კონდეს, მაგრამ მას არ უნდა მიაკლდეს სიყვარული, უპირველესად დედისგან და მამისგან. და აი ამ სიყვარულში უნდა გაიზარდოს და სიყვარული ყველაზე დიდი მასწავლებელია, სიყვარულის გარემო. იმიტომ რომ სადაც სიყვარულია, იქ ბოროტება არ არის, ავტომატურად არ არის ბოროტება. ხო ამბობს მოციქული რომ ესე იგი სჯულის აღმასრულებელი ეს არის სიყვარული. სადაც სიყვარულია, იქ სჯული არ ირღვევა. სადაც როდესაც გიყვარს ადამიანი, ავტომატურად ბოროტებასაც ვერ უკეთებ მას. და არც უკეთებ. ესე იგი რომც დააპირო, მაინც ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ სიყვარულის კანონი აგაცილებს ამ ბოროტებას და აი მთავარი გარემო ეს არის რომ მშობელმა უნდა შექმნას და ბავშვი უნდა იზრდებოდეს 60-ში. 60-ში. ახლა მაგალითად როდესაც მე ბავშვს თქვა სიყვარულს არ ვაძლევ, მაგრამ ვიწყებ დავიჭერ, გამოვიჭერი კუთხეში და ვიწყებ მის რომ ვასწავლო. მას ეს არ ჭირდება. ის ყველაფერს აღიქვამს, ის ყველაფერს ისწავლის. უფრო სწორედ ბავშვი ყველაფერს აღიქვამს და უფრო აღიქვამს ენერგიებს. ერთი ფსიქოლოგი ამბობს, რომ თუ ღვთისმეტყველი აღარ მახსოვს, ნუ დააკვირდებით ადამიანის სიტყვებს, ნუ დააკვირდებით ადამიანის აზრებს, დააკვირდით მის ენერგიას, რა ენერგიას ატარებს ის და ბავშვი და ნებისმიერი ადამიანი აკვირდება ენერგიას. მე ან დადებით ენერგიას ვატარებ, ან გაფუჭებულ ენერგიას, ასე ვთქვათ. საათი ან მუშაობს, ან გაფუჭებულია. მესამე ვარიანტი ხო არ არსებობს. ასე ადამიანიც. ან ესე იგი კეთილშობილია, ან კიდე გაფუჭებულია. და თუ აი უსულო ცხოვრება აფუჭებს ადამიანს. ბიძაჩემს უყვარდა ეგ სიტყვა და ბავშვობიდან მაგ ჩარჩენილი, რომ ნუ რა ვიღაც ადამიანზე იტყვის გაფუჭებული ადამიანი არისო და ხდებოდი კაცო შეიძლება გაფუჭდეს მანქანა, საათი, რაღაცა, ნივთი გაფუჭდეს, მაგრამ კაცი გაფუჭდეს რა აზროვნება ამეთქი. შენო არიცი, რო გაიზრდები მიხვდები. ფუჭდება ადამიანი უსულო ცხოვრება. ასევე მარხვასაც საზრე ეკარგება უსულოდ. განმარტება რომ გავაკეთო ჩემი სიტყვების არის ის რომ თუ მოყვას სიყვარული არ გაქვს თავისთავად და მხოლოდ შენი უხეშად რომ ვთქვათ მიზნებისთვის იმარხულობ და ლოცულობ და დადიხარ ტაძარში. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ტაძარში ჩვენ ამ სიტყვებს ძალიან მივეჩვიეთ. აი ტაძარში უნდა მივიდე. და ტაძარში მისვლა, ну აი მივდივარ მაღაზიაში, მივდივარ ბაზრობაზე, მივდივარ მეგობართან, მივდივარ ეკლესიაში. ესე არ არის. ეკლესია, ჯერ ერთი ეკლესიური რომ ხდები, ეს ძალიან ღრმა სიტყვაა. ეკლესია მოდის ბერძნული სიტყვისგან. ეკლეო, ესე იგი
აი მაგალითად შენობაში ხარ და იქ დაგიძახა ვიღაცამ და გაგიყვანა გარეთ. აი დაახლოებით ეს სიტყვა ეკლეოს. და აი ეკლესიაც ეს არის. ღმერთმა დაგიძახა და შენ უნდა გახვიდე სიტუაციიდან. ნახეთ როგორი ღრმა სიტყვაა. როცა ხდები ეკლესიური, მაგრამ როდესაც ტაძარში მიდიხარ, ტაძარი ძველ ქართულად, ესე იგი ნიშნავდა სამყოფელს, ანუ სახლს, სხვანაირად რო ვთქვათ და ეს ტაძარი არის ღმერთის სახლი და ეხლა შენ წარმოიდგინე რომ ღმერთის სახლში მიდიხარ. სტუმრად პირველ ეტაპზე. მე მაგალითად ბავშვობაში მახსოვს, როდესაც სტუმრად ვაპირებდით წასვლას ძალიან მიხაროდა, ვთქვათ, ნათესავთან, მშობლების მეგობრებთან. და მახსოვდა რომ აი საუკეთესო სამოსში შემოსავდნენ, რაღაცნა საჩუქრებს მოამზადებდნენ, ისე მოემზადებოდნენ რომ სტუმრად მისულიყვნენ კონკრეტულ ოჯახში. და ახლა ამას თუ გადავიტანთ, რომ ჩვენ სტუმრად უნდა მივიდეთ ღმერთის სახლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის ძალიან უნდა მოემზადოს ადამიანი. ძალიან როგორც ესმის, მაქსიმალური მობილიზებით, მაქსიმალური გულისხმიერებით, მაქსიმალურად ლამაზად შემოსილი, მაქსიმალური სისუფთავით, მაქსიმალური მოკრძალებით უნდა მივიდეს ღვთის ტაძარში. აი მეზორისა და ფარისევლის კვირა გავიარეთ და იქ ძალიან კარგად ჩანს ღმერთი რაზე ქრისტე რაზე გვიმახვილებს ყურადღებას. ტაძარში რო შეხვალ, იქედან ან გამართლებული გამოხვალ, ან ნაკლებად გამართლებული გამოხვალ, ან პირიქით დამძიმებული გამოხვალ. შენ ტაძარში რო შედიხარ, იქ ღმერთი უნდა ნახო. ღმერთს უნდა შეეხო, ღმერთს უნდა მიმართო. ფარისეველი და მეზვერე ორივე ღმერთს მიმართავდა, მაგრამ ღმერთმა უფალმა მესამე ვარიანტი არც განიხილა, რომ ადამიანი შეიძლება შევიდეს ტაძარში და იქ ღმერთთან ურთიერთობა არც იქონიოს. უფალმა ხო პირველი სასწაული წესით იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო, აი სადაც უფალმა ის დახლები რო დაამხო და მათრახით და აიღო და ყველა გამოყარა ტაძრიდან, რომ ეს არისო სალოცავი სახლიო და თქვენ კიდეო გიყოფიესო იგი ქვაბ ავაზაკთაო, ანუ ავაზაკთა სამყოფელი გამოქვაბულად გიქცევიათო. ესე იგი ავაზაკები რო რაღაცას ყაჩაღობენ და რაღაცა მერე სადღაც ადრე გამოქვაბულში მიდიოდნენ, იქ იკრიბებოდნენ საიდუმლოდ და მალავდნენ თავიანთ ნაძარცს, თავის ბოროტ ზრახვებსაც იქ აყალიბებდნენ და ასე შეიძლება მოიქცეს ადამიანი ტაძარშიც. სასულიერო პირები, ეკლესიის მსახურები, მრევლი, ყველა შეიძლება მოიქცეს ესე. მაგრამ ეს უნდა იყოს, ეს თვითონ უნდა გადაკეტოს ადამიანმა. თვითონ არ უნდა ვიყო ავაზაკი. არ უნდა ეკლესია არ უნდა ვაქციო გამოქვაბულად, სადაც სინათლე არ არის, სადაც სიცოცხლე არ არის. ეს ღმერთის სახლია. მე ღმერთს ვერაფერს ვერ დავაკლებ, მაგრამ უბრალოდ ჩემს წარმოდგენაში არ უნდა იყოს ეკლესია სიბნელე ჩემს წარმოდგენაში, იმიტომ რომ ეკლესია ღმერთია. ეკლესია ჯერ ერთი ფიზიკურ შენობას არ ნიშნავს, ის ნიშნავს როგორც თქვით, აი დაძახებულ ადამიანთა ერთობას. მე ღმერთმა მომიწოდა, შენ ღმერთმა მოგიწოდა და ჩვენ რო ერთად ვიკრიბებით, აი ეს არის ეკლესია. ეს არის ყველაზე დიდი მშვენიერი ერთობა, იმიტომ რომ მადლმოსილი ღმერთის მოყვარე ადამიანები იკრიბებიან იქ და ეს ყველაზე ლამაზი ერთობაა. ამის პარალელურად არსებობს ცოდვილ ადამიანთა თავშესაყრელი ადგილები, ან ავაზაკთა გამოქვაბულები. და არსებობს ღვთისმოყვარეთა სამყოფელი. მამალურა, რაც შეეხება მარხვას, როგორც ვახსენეთ, ვემზადებით დიდ მარხვისთვის და რომ განვმარტოთ რა არის მარხვა, როგორ ვემზადებით მარხვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და უმთავრესი ალბათ ერთ-ერთი მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში, აი წინა პერიოდი მარხვის დაწყების წინ როგორ უნდა მოემზადოს, რა პერიოდს გადის ამ მომენტში, ამ პერიოდში ადამიანი. აი მთავარი არის, რომ მე მგონი ვაჟა-ფშაველას აქვს და ერთ ღვთისმეტყველს აქვს და საერთო სწავლება არის მათგან წამოსული და ადამიანმა თავისი პიროვნული ცენტრი კუჭიდან უნდა გადაიტანოს გულზე, ანუ რა მინდადან უნდა გადაიტანოს სიხარულზე. ესე იგი, რა მინდა იწვევს სიამოვნებას და
სიხარული იწევს აღფრთოვანებას ადამიანისას. ესე იგი, სხვანაირად რო ვთქვათ, მარხვის დროს ადამიანმა ყველაფერი ცუდი უნდა მოიშოროს, რომელიც მას წამლავს და წყალში ძირავს და გაიხაროს. ქართულად რო ვთქვათ, მოსულიერდეს. უნდა ამოისუნთქოს და მოსულიერდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია ქართველთა მეტყველებაში და ჩვენ უნდა მოვსულიერდეთ. ესე იგი, ეს სიმძიმეები უნდა ჩავიხსნათ. მარხვაში, როდესაც ვთქვათ, საკვებით მარხულობ, ეს საკვები ისეა შერჩეული, რომ ესე იგი, რაც ცოდვით დაცებამდე ქონდა საკვებად ადამიანს, აი სწორედ იმით ვიკვებებით. ცოდვის შემდგომ შემოვიდა ხორცი, ან ესე იგი, არასამარხო პროდუქტი შემოვიდა, მაღალკალორიული პროდუქტი შემოვიდა ცოდვით დაცემის შემდგომ. მათ შორის სასმელები, რომ ადამიანმა ენერგია მიიღოს, განტვირთვა მიიღოს და ასე შემდგომ. მაგრამ მარხვის დროს ჩვენ თითქოს უნდა დაუბრუნდეთ სამოთხეში. ანუ იქ, სადაც ესე იგი, ბოროტება არ არსებობს. მოკლედ, მარხვის დროს შენში ბოროტება არ უნდა არსებობდეს. არაფერი არ უნდა დატოვო ბოროტი შენში. სხვანაირად რო ვთქვათ, შენ სახლში ნაგავი არ უნდა გქონდეს. ყველა ნაგავი უნდა გადაყარო. ბალასტი უნდა მოიშორო. ცუდი თვისებები უნდა მოიშორო. მარხვის მთავარი მიზანი ესაა. და რაც შეეხება ფიზიკურ მარხვას, შეძლების მიხედვით, როგორც შეუძლია ადამიანს ფიზიკური ჯანმრთელობიდან გამომდინარე, უნდა საკვებზე მიჯაჭვულობა დაარღვიოს. იმიტომ რომ მე ბავშვობიდან მესმის და მასწავლიდნენ, ასე ვთქვათ, რომ თუ ბევრს შეჭამ, დიდი ბიჭი გაიზრდები. ნუ რაღაცა ფორმულასავით მესმოდა ეს ყველასგან, არა მარტო სახლში, მამაჩემს არ ვთქვია, დედაჩემი მეუბნებოდა. და სანათესაო და ნუ ყველგან მესმოდა ეს ფორმულა. და ესე არ არის. პირიქით, მედიცინა იკვლევს და ჩვენ ბევრმა ვნახეთ, გამოვცადეთ, რომ პირიქით საკვებთა სიმრავლე და ნაირფერობა იწვევს და ფაქტიურად და ყველა დაავადებას. და გამოყავს ადამიანი წყობიდან. და ადამიანი ხდება მსუნაგი, წუწურაკი და 1000 სიტყვა შეიძლება ქართველმა მოიგონოს. იმისათვის, რომ წყობიდან გამოსული ადამიანი რა დღეში ვარდება მერე. თავშეუკავებელი ხდება. და როგორც ერთი ფილოსოფოსი ამბობს, ყველაზე ადამიანური თვისებაა. თუ ვიტყვიო ერთი რომ მითხრაო, რომ ყველაზე ადამიანური თვისება რა არისო, მე ვიტყვი თავშეკავებასო. აი მარხვაში პირველ რიგში თავშეკავებას უნდა მიეჩვიოს ადამიანი. კვებაში, ქცევებში, საუბრებში სამი სიტყვა არ თქვა იქ, სადაც ორია საჭირო. არ მოიქცე ისე, როგორც ადამიანს ეს არ ეკადრება. და ჩვენ ჯერ ერთი ძალიან დიდი კულტურის შვილები ვართ. ეს საოცარი კულტურა გვაქვს ჩვენ შექმნილი. და ეს ჩვენ უნდა აღვადგინოთ. შენში უნდა აღვადგინო ეს. მაგრამ ეს ყველაფერი თუ შენ გინდაო, რომ ესე იგი ბოროტებას თავი დააღწიო და შენს ირგვლივაც დაამარცხო ბოროტებაო, ქრისტეს გარეშე ეს არ გამოგივაო. ამიტომ ჩვენ ქრისტესთან ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ, პირადი ურთიერთობა. ჯერ ჩვენი თავი უნდა, ჯერ ჩვენი თვალიდან დირე უნდა ამოვიღოთ და მერე შევძლებთ. აი მე ქრისტე როგორ ამბობს, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე მიხვდებიო, როგორ უნდა ამოიღოს სხვისი თვალიდან ბეწვიო. და აი ესეთი რაღაცა საოცრად, აი მერე სამოთხე იქნება. აი მერე ქვეყანა, მერე ერია, მერე სიხარულია, მერე ბედნიერება და მერე უბრალოდ სიკეთეა. და ახლა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, მამა ლუკა, რომ არასოდეს არ არის გვიანი მარხვის დაწყება, ხომ შეიძლება მარხვა იყოს დაწყებული, მაგრამ თუ ვთქვათ და თავიდანვე ვერ მოახერხა, შეუძლია მარხვის პერიოდში ნებისმიერ დროს ჩაერთოს ამ პროცესში. თავარია მას ნება ჰქონდეს ამის და სულ. რა თქმა უნდა, ამ დიდ ბედნიერებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მე 23 წლის ასაკში მოვინათლე და პირველად დიდი მარხვა რომ დავიწყე, ნუ განსაკუთრებული რაღაცა სხვა რაღაცა ხდებოდა. ჩიტი სხვანაირად გალობდა, სხვანაირად თენდებოდა, სხვანაირად დგამდი ნაბიჯებს, ყველაფერი სხვანაირი იყო. ანუ მადლი დიდი მოდის და დიდი მადლი რომ მოდის, უნდა მოემზადო ამისათვის. თორემ შენ თუ არ მოემზადე ღმერთთან შეხვედრისათვის, ისე ჩაგივლის ეს მადლი და ჩიტის გალობა ისე ჩაივლის, რომ იმას ვერც მოისმენ. ამიტომ თუ ახლა ბევრი ვჭამე და
გავძეხი და გავსკდი, როგორც იტყვენ საღამოს, მე დილას ჩიტის გალობა არ მესმის. და აგვერდით არ გესმის. მაგრამ თუ ნამარხულები ხარ, რაღაცა სხვანაირად ხარ გაღებული და მზის ამოსვლის ენერგიასაც გრძნობ. ჰაერის სიკეთეს გრძნობ. ჩიტის გალობა და ადამიანს რო დაინახავ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ადამიანი, იმიტომ რომ ღვთაებრივი შემოქმედების მწვერვალია და ღმერთმა შეგვაძლევინოს რომ ეს მწვერვალი ჩვენ ვიყოთ და შენ ხარ ეს მწვერვალი და უბრალოდ უნდა ყველაფერი ცუდი მოიშორო და გაიხარო. შენ უნდა გაიხარო. მარხვის მიზანი სწორედ ეს არის. ძალიან დიდი მადლობა მამა ლუკა მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის სტადიონში. დიდი გომშვიდობარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.